ეს მეტყველებს რომ ახალ სიმაღლეზე ავედით აქ უმსგავსო რეჟიმის გამყარების რაღაცა კვაზი დიქტატურის ბოროტი რეჟიმის იმიტომ რომ ადამიანის დაპატიმრება სიტყვისთვის თან სარავი საჯაროდნად არ ვიცი ეს რა სტანდარტია საერთოდ ეს რაღაცა კანონის მიღება რო ჭირდება დაჩქარებული წესით და სწრაფად და აბსოლუტურად ყველასთვის გაუგებარი რაღაც ორგანიზმის შექმნა რაღაც ორგანიზაციის სახით და მე ამას რომ მოყვება ადამიანების დაჯარიმება და თან შეუძლებელია მართლა რომ გადავხედოთ ხო ამას რო აკეთებდეს ელექტრონული სისტემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რომ აბსოლუტურად ყველა ესეთ სიტყვაზე აბსოლუტურად ყველას მაშინ ეს ეკეთება თუ ხელისუფლების მიზანი არის რომ ეს ასე ვთქვათ ლიტერატურული ქართული გვასაუბროს მთელი ქვეყანა ყველგან და ყოველთვის ხო მაშინ ეს ასე კეთდება თუ დიქტატურა უნდა იყოს ეს არის შერჩევითი კონკრეტული სამიზნეების გამოკვეთა რომ აი ვახო სანაია რომ ყველამ გაიგოს რომ ამისთვის ეს არის რომ ადამიანებმა დაიწესონ თვით ცენზურა თორემ ის რომ რაღაც სააგენტო სკროლავს მთელ ინტერნეტს მთელ Facebook-ს და მთელ იმას რა ქვია რავი TikTok-ებსაც სკროლავენ აბსოლუტურად ყველაფერს შეისწავლის წარმოიდგინეთ ახლა რამდენი უნდა სკროლონ შეუძლებელი არ არსებობს ამდენი ადამიანური რესურსი ამიტომ ეს იმ თავითვე ცხადია როცა ამბობენ რომ ჩვენ აქ რაღაც სამინისტროს და აქ ვიღაც რამდენიმე კაცი დასხლებიან ნიშნავს რომ იმ რამდენიმე კაცს იმას კი არ ავალებენ რომ ახლა თქვენ უნდა აღმოფხრათ უზრდელი სიტყვები ქართველების ლექსიკონიდან ზოგადად არა იმას ავალებენ რომ ახლა თქვენ უნდა გააჩუმოთ ვახო სანაია თქვენ უნდა გააჩუმოთ ყველა ვინც ლაპარაკობს იმას რაც არ მოგწონს ჩვენ როცა აგინებს იმათ ვისაც თulis საჭიროდ რომ შეაგინოს იმათ ვისი გინებაც ხანდახან ადამიანისთვის მართლა უფლებაა რა იმიტომ რომ იმის ხელშია ყველაფერი იმის ხელშია აგერ ეს არის იმის ხელში შეუძლია მიიღოს კანონი აწევინოს ხელები მოიყვანოს პროკურატურა დაიწყოს საქმე შეგიქმნას გამოძიება დაგიჭიროს და ზიხარახლა ციხეში აი ეს ვისაც შეუძლია იმის შეგინება როგორ შეიძლება რომ გეგზალებოდეს ადამიანს არ შეიძლება ესა ეგრე რავი სამყაროს ფსიქოლოგიური ბალანსი ჯანსაღი საზოგადოება ჯანსაღი საზოგადოებრივი ურთიერთობები ნორმალური სკოლები ნორმალური ჯანდაცვა და განათლება ვერ გვექნება ასე თუ ეს საკითხი ესე რეგულირდება რომ ვიღაცას აძლევენ პოლიტიკურ დავალებას და ის შეარჩევს პოლიტიკური ნიშნით სამიზნეებს იმიტომ რომ ეხლა მართლა მეორე მხარეს რომ გავიხედოთ იქ რომ ვიღაცა თურმე დააჯარიმეს რამდენიმე დღის წინ აქეთ შეურაცხყოფებისთვისაც რა ეს ხო ჩაუფინეს რომ შექმნეს თითქოს რომ შემდგომ რეალურად მისულიყვნენ ბავშვს ის არის რა ქვია იმის მერე აგერ თქვენი სტუმრები იქნებიან შენახსენ დასაწყისში ელისო მარიზი კობახიძე დაპატიმრებულია ყველა ეხლა დაჯარიმებულია ვისაც შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის ამაზე უნდა ვისაუბროთ მასთან და რამდენია ასეთი მე ეს არის რა ქვია რავი ეხლა დავითაგო თავი ყველა ვისაც ეს არის რა ქვია შეურაცხყოფა მოუყენებია ამ კანონის პერიოდში იმიტომ რომ იმას კი არ ვითხოვ კაცო რომ ეხლა ეგენიც აჯარიმოთ ხო არა ეს არის უბრალოდ რომ გვესმოდეს რომ იდეაშივე ფარსია ეს რაღაცა მე ამ სკროლვა სკრინის სააგენტოდ წოდებული რაღაც წარმონაქმნის შექმნა რომელსაც ეს დავალება აქვს რომ ვითომ საზოგადოებაში ის არის რა ქვია უნდა გადაგვიყვანოს ქართველები ლიტერატურულ ქართულზე და იოანე ზოსიმეს ენას დაგვაბრუნოს აქ მარტივი გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო რომ ნუ მოიქცევიან ისე საგინებლად გაუხდეთ საქმე ხომ ახლა ეს კიდე მეორე მხარე ხო ეს ახლა ხანდახან ხელისუფლებაში ყოფნა შეუძლებელია ისე რომ ვინმეს არ მოუნდა შენი შეგინება მართლა ასეთი ის არის ახლა სწორედ ამიტომ ის საკითხი რომ ხელისუფლების შეგინების უფლება მოქალაქეს კონდეს თუ არა წდება არა იმის მიხედვით ის კარგად იქცევა თუ ცუდად რომ აი კარგად თუ იქცევა მაშინ არ გაქვს უფლება
ხო, აი ცუდად არ არის ამაზე, იმიტომ რომ როგორ შეიძლება კარგად და ცუდად ჯერ ყველა ერთნაირად თulides, ხო შეუძლებელია სიგიჟეა ამის რეგულირება, შეუძლებელია ბუნებრივად მეტაპარამეტრებით შეუძლებელია, ამ სამყაროში შეუძლებელია ამის გაკეთება. აქ შესაძლებელია მხოლოდ ის, რომ ეს ეყოფა ეს სისტემა მთელ საზოგადოებას ხო ვერ ეყოფა, ეს ხო ნათელია რომ სრულად დაფაროს მთელი საზოგადოება თუ ვინ იგინება რამდენს და მაგრამ იმდენი შეუძლიათ რომ დაფარონ მათთვის საინტერესო პირთაწრე რომ აბაშე შეიგინები თუ არა ეგრევე დაგაჯარიმო. აი აქ მინდოდა მეკითხა მიშა გვერდით რომ გადავდოთ, ჩვენ ვერ გადავდებთ, მაგრამ ცოტა ხნით ვახოსანაია ფორმულა კრიტიკული მედია საზოგადოებისთვის რამდენად საზიანოა, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნებისთვის საინტერესო პირთაწრე შეიძლება ამ სტუდიითაც შემოიფარგლებოდეს, მაგრამ ხვალდაზე გგაცდეს და ეს შეეხოს უკვე იმ ადამიანებს, ვისაც რეალური პრობლემები აქვს საყოფაცხოვრებო, რასაც ასევე ქმნის რეჟიმი, ხო? და ამაზე უნდა დაწერა, გაკრიტიკება კონკრეტული მაღალჩინოსნების, აი მათ რა უნდა იცოდნენ. ჯერ ერთი მათთვის საინტერესო პირთაწრე ვისით შემოიფარგლება, ამაზე დასკვნისთვის შეგვიძლია გადავხედოთ რეპორტაჟებიც იყო ამაზე, რამდენი კამერა იყო დამაგრებული რუსთაველზე. რამდენი კამერა აკვირდება ადამიანებს. ასე რომ თითოეული ადამიანი, ვინც ათობით და ასობით ათასიანი აქციების დროს იქ რუსთაველზე ნამყოფი იყო, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, ყოველ შემთხვევაში თავსაცე უნდა თuliდნენ და შესაძლოა გრძნობდნენ კიდეც უკვე ამასობაში დიდი დრო გავიდა და იმოქმედა ამ რეჟიმის საცეცებმა მათთან მისაღწევადაც. ესენი ყველა ინტერესის პირთაწრე არის ხელისუფლებისთვის ამ შემთხვევაში და ყველას დააკვირდებიან და არავის არ აუგზავნებენ ვინც პოტენციურად ქუჩაში გამოსულელია გასაპროტესტებლად და ასეთი ახლა რავი ჩვენ ასე გვასწავლიდნენ და ასე გვჯეროდა რომ ვართ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ადამიანები მერე შესაბამისად ვაყალიბებთ თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალი ადამიანები თავისუფალი საზოგადოება ვიღებთ გადაწყვეტილებას როდის გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება ქუჩაში, როდის გამოვხატოთ ჩვენი ისა რა ქვია უკმაყოფილება ჯინებით და როდის გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება ლოცვით. ამის დარეგულირებას რანაირად შეიძლება ვინმე ცდილობდეს თუ ეს ვინმე საღჭყუაზია ზოგადად და ესმის რასაკეთებს და რა უნდა შეუძლებელია ეს არის უკვე გადაღუნულ სამყაროში და ასე შეგვიყავით ჩვენ ხო ახლა მართლა ეს ვითარება ხო სარიელ ადგილზე არ გაჩერდა აქამდე ხო მოულოდნელი ხო არ არის ჩვენთვის. აი იმ გადაღუნულ რეალობაში რომელშიც უნდათ რომ გვაცხოვრონ და ღუნავდნენ კიდევ ერთი არის ეს იმას უნდა მოარგონ ახლა თან რა ესე უნდა იხსნას რომ აქამდე რატო იყო ესე შეუძლებელია მოცანა არ ვიცი როგორ რანაირად შეიძლება რომ ადამიანი ლურსმანს აჭედებდეს ტელევიზორში უყურებდეს პაპუაშვილს და ამ დროს ჩაქუჩი თითში მოიფხას აი იქ რა გადაარჩენს რა ძალა დაიცავს პაპუაშვილს ვახომ თავისი სათქმელი თქვა შეეშინდება თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ ფორმულაზე როგორ აისახება კრიტიკულ მედიაზე როგორ აისახება ჩვენ ვხედავთ რა ინსტრუმენტებით ებრძვის რეჟიმი კრიტიკულ მედიას ეს არის ცენზურა კომკომის ხელით ეს არის არნახული ფინანსური წნეხი რომლის პირობებშიც გვიწევს მუშაობა და ამაზე საზოგადოებასაც აქვს ინფორმაცია შესაძლოა სიღრმისეული არა მაგრამ გარკვეულწილად რა შეიძლება იყოს ფორმულას პასუხი ასეთ წნეხზე და მოდით უთხრათ საზოგადოებას როგორ უძლებთ ამ ყველაფერს არ ვიცი ძალიან რთულია პასუხი იქნება ალბათ გამძლეობა იმიტომ რომ ეს პასუხი ქონდა აქამდეც და ეს პასუხი მუშაობს ჯერჯერობით იმიტომ რომ სხვა ლოგიკა იმაში რომ ჩვენ კიდევ ვარსებობთ ბევრი არ არის ამაში გარდა ამისა რომ კი გამძლეობის ხარჯზე ოღონდ გამძლეობა ისეთი ცნება არ არის რა რომელსაც შეგვიძლია დაეყნო უსასრულოდ და ამიტომ ეს პრობლემატურია, ამიტომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენ გვაწუხებს, არის მოსაგვარებელი. ეს არ არის პრობლემები, რომლებთან ერთადაც ჩვენ ცხოვრება შეგვეძლება გავაგრძელოთ მშვიდად. ახლა რომ ჩვენ სიმშვიდეს ვასხივებთ და ვცდილობთ რომ პრობლემები
პრობლემები რაც გვაქვს არ დაგვეწყოს, არ დაეწყოს ჩვენს მაუწყებლობას, ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არსებობს. ძალიან რთული ასეთი რამე როგორ თქვა, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია დაუპირისპიროთ მეტი ფანტაზია და გამძლეობა თავისთავად რა, რომ მოვიფიქროთ უფრო მეტი ვის შეიძლება ჭირდებოდეს ჩვენი მომსახურება, მოვიძიოთ უფრო მეტი განსხვავებული ჯერ არ ნახული დაფინანსების წყაროები, ან გავზარდოთ არსებული, ან უფრო მეტად ჩავრთოთ რამენაირად ჩვენი ბიზნესი. არ ვიცი, სულ ეს გზებია, ბევრი არ არის რა, მაგრამ ყველა ვინც ჩამოთვალე, შემთხვევით არ ჩამომითვლია, მე მინდა რომ მათაც იგრძნონ საერთო პასუხისგებლობა იმაზე, რომ ამ ქვეყანაში, როგორ თქვა, თუ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედია დაიხურება ისე, რომ ხელისუფლება რაღაცა დრაკონული ზომებით შემოვარდება და გამოძიებით და დახურავს, ან რაღაცა ესეთი მოხდება, ну ეს გასაგები იქნება რა, ეს რას ნიშნავს და საზოგადოება მოიფიქრებს ამაზე პასუხს შესაბამის. მაგრამ თუ მედია ისე გაჩერდება, რომ ფინანსური პრობლემების გამო გაჩერდება, ეს ცოტათი სირცხვილიც იქნება ყველასე, ვინც ჩამოუთვალე რა. მაგრამ არ მინდა ესეთ ასე ნოტზე ვიყო ახლა, იმიტომ რომ ესეც ძიმე ამბავზე საუბრობთ. ეს არის მთელი კონტექსტი, რომ აი ამ ძიმე პირობების მიუხედავად არანაირ წნეხ საქმომუშავე ადამიანები, იქნება ეს ვახოსანაია, მიშა მშულდაძე თუ ნებისმიერი ოპერატორი, მემონტაჟე, საეთეროში, არავინ არ უშინდება ეს შემართება იგრძნობა. ჩანს იყო ერთგვარი დილემაც კი აი ცენზურა, როდესაც ვახსენე, ენა მოეჩლიქა თუ არა მედიას ქართულ ოცნებასთან აქ პრობლემებია სინდისის პატიმრის ხსენებაზეც, ოლიგარქის ხსენებაზეც, თავისი სიტყვა ალბათ უკვე თქვა ფორმულამ და ამას ხვდება ხო მაყურებელი, ალბათ ესეც იყო დასტური, რომ აქ კომპრომისი არ იქნება. ეს ისეთი საკითხია, რომელიც ვერ გადაწყდება კორპორატიული გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ეხება ადამიანის პერსონალურ განცდას თავისი გამოხატვის თავისუფლებისა რა და ამიტომ კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღებისგან ამ მიმართულებით საერთოდ არ მქონია ასეთი ცდილობები და ისე როგორც ვთქვა, კანონია აქვს მსუსხავი ეფექტი. ახლაც როცა ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება ოდნავ უფრო მეტად ფილტრავთ ვიღაცა შიფრავს ამას ერთი წელიწად ნახევრის წინ ამაში ჩვენ ვიხდით ფულს ახლა რომ ჩვენ შიფრავენ და ჩვენ გამოგვიჭირონ რამეში. ხო, მაგრამ ამის მიუხედავად ეს არის ადამიანის გამოხატვის თავისუფლება და რწმენის საკითხი არის რა და ყველა გადაწყვეტს ისე როგორც ჩაფლის საჭიროდ რა. იცი რა, ზოგისთვის შეიძლება უფრო ისეთი აღმოჩნდეს, მოქნილი აღმოჩნდეს ლიტერატურულ ჟონგლირობაში შესვლა და თამაში ამ თემაზე და ცოტა ირონიით მიდგომა ამ საკითხისთვის, ვინმე შეიძლება აქ იპოვოს გამო სავალი ვიღაცა, შეიძლება შეურიგებელ პრინციპულ პოზიციაზე დარჩეს. ნებისმიერი გადაწყვეტა ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ კონკრეტული ადამიანის პერსონალური, ასე ვთქვათ, ცოტა ტემპერამენტის და მისი გემოვნების და განწყობების საკითხი არა. ასეთ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, როგორ ვთქვა, ცხოვრება ისედაც გვაიძულებს, რომ ცოტა ჯარივით მოვიქცეთ რა და ამიტომ ერთმანეთის მიმართ მეტი ურთიერთგაგება არის ჩვენი საერთო იარაღი ამ შემთხვევაში. ვინ როგორ გადაწყვეტს ამას, მე არ მინდა რომ არავის არაფრისკენ არც მოუწოდო, არც არაფერი და ვინც როგორ გძნობს ისია. მე ჩემებურად გძნობ, ყველა თავისებურად გძნობს, მაგრამ ერთი ის არის, რომ საერთო აზრის ქონა ამაზე შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ეხლა ჩვენ აქ შევთანხმდეთ, რომ იცი ელისო, მოდი ეხლა მოდი დღეიდან, მოდი აღარ იყვნენ სინდისის პატიმრები, აღარ ვთქვათ რა და თუ ოდესმე ეს ენაზე მოგადგა იმ წამს კიდევ თავი შეიკავდა და რაღაცა სხვა სიტყვებით მოძებნო. ამაზე შეთანხმება შეუძლებელია. თუ ჩვენი შინაგანი შიშები ამას გვაიძულებს, რომ ეს ჩვენ და უნებურად ვაკეთოთ, ან ჩვენ და ნებურად,
რა ვიცი, აქამდე შეიძლება მივიდეთ, ადამიანები ვართ, მაგრამ ის რომ ჩვენ ამაზე შევთანხმდეთ და მე ეს განვახორციელოთ, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, იმიტომ რომ სულ სხვა რამეზია აქ თემა, აი ამის ასწავლი სხვა რამეზია რა, ადამიანობის საკითხი არის, ეს არ არის იმის, რა ქვია, მწვრთნელი რას დაგავალებს და მე როგორ შეასრულებ რა, ის არის, არ არის ამაზე აქ მარტო პროფესიულ ამბავზე არ არის აქ საუბარი რა, ადამიანურ უფლებაზე არის. და ამიტომ ეს ყველა საკითხი, რასაც შევეხეთ ვახოს პატიმრობის პარალელურად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება. ახლა პირად სივრცეში, როდესაც იჭრება რეჟიმი და კარნახობს რა დაწერო და რაცა, რა არა, ესეც შენი კანონით გარანტირებული უფლების შელახვა აცხადია. საზოგადოების სოლიდარობაზე მინდა ვთქვა, რა გამოხმაურებები მოყვა ვახოს ანაიას დაკავებას, პროფესიული წრე რომ ჩვენ გვერდით დგას, ამაზე ძალიან დიდი მადლობა ფორმულას სახელით უთხრათ საზოგადოებას. შეფასებები კეთება ქვეყნის პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ნახეთ კოალიცია ცვლილებისთვის ერთობლივი განცხადება, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მიმართვა, მედია ორგანიზაციების მიმართვა, დიპლომატების, მათ შორის ყოფილი ელჩების, ევროპელი პოლიტიკოსების ორ განცხადებას გამოვყოფდი. საბჭოთა საქართველოს რეალობა ხდება, წერს ამის შესახებ მიხაილ გალერი, ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანი ამბობს ამ ტემპით ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს და გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონი, როდესაც საქართველოს მთავრობის შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, ვფიქრობ, რომ საქმე უარესად ვეღარ წავა, მაგრამ ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს საქართველოს პუტინის მარიონეტად იქცა. ბევრი პარალელია აქ შეფასებებში ჩანს ხოლმე. შენ რა რეჟიმს, რა პერიოდს გახსენებს ის რეპრესიები, რომლის ხელითაც დღეს ვახლ ციხეში გავუშვეს? რავი, მე საბჭოთა პერიოდის უფრო რეპრესიულ ნაწილს არ მოვსწრები ვარ 80-იანების 75-იანი ვარ და უფრო 80-იანები მახსოვს. იმის მერე საკმარისად ძლიერი ეს სახელმწიფო არ ყოფილა რომ მასობრივი რეპრესიების წარმოების შესაძლებლობა ჰქონოდა. და ეხლა აი ამის ამბიციას ამჟღავნებს ეს ხელისუფლება. რომ აი მასობრივად შეუძლიათ რაღაცა ეს გააკეთონ და ჩემი აზრით ეს არის ილუზია და მიუხედავად იმისა რომ აქამდე მასობრივი იმის წინა არც ერთ ხელისუფლებას არ ქონია როგორც ჩანს ეს ხელისუფლებების საერთო ამბავია ამ ილუზიის ქონა რომ ამის შესაძლებლობა არსებობს რომ საზოგადოებას რაღაცნაირად თავს მოახვიო ალბათ ისინი ამ დროს ხმარობენ ხოლმე სიტყვას გავაგებინოთ რომ აი დაუყვანო ვითომ რა მაგრამ არ არის ესე რა ჭეშმარიტება არის აბსოლუტურად ველური მცნება და ყალიბდება საზოგადოებაში აბსოლუტურად ველურად რამდენიც არ უნდა ეცადნონ ესენი თავიანთი ამ გავლენის ამბებით ტროლბოტებით დარაზმულობებით რაღაცა ფსევდო სააგენტოებით იმ თავისი პროპაგანდისტული არხებით ყველაფრით მთელი ამ ინფრასტრუქტურებით ამის მიღმა მაინც დარჩება საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა რომლებიც თავის აზრს ჩამოიყალიბებენ იმ რეალობის გავლენით, რომელშიც ცხოვრება უწევთ და მოიქცევიან გონივრულად ყოველთვის და შეუძლებელია, რომ მთელი საზოგადოების, უმრავლესობა მოექცეს იმათ მატრიცაში. შეუძლებელია. ბევრის მოტყუება შეუძლიათ, მაგრამ უბედურება იმაში არის, რომ მაგდენის მოტყუება არ შეუძლიათ, მაგრამ აი რაღაც რაოდენობის დაინტერესება შეუძლიათ. ფულით დაინტერესება ამ შემთხვევაში და ჯამში ესენი გაბრიყვებულები და მოსყიდულები ქმნიან ასე ვთქვათ რაღაცა იმ მასას რომელსაც მე ხელისუფლება უწოდებს ხოლმე ისა რა ქვია უმრავლესობას ხო და აი ეს რაღაცნაირად უნდა გავყოთ და ყველას თავის ენაზე უნდა ველაპარაკოთ რა ვინც მოატყუეს იმათ ეს უნდა აუხსნათ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს საერთოდ ამბობენ რომ ადამიანის მოტყუება ბევრად ადვილია ვიდრე მისი დარწმუნება რომ ის მოატყუეს ბევრად წინააღმდეგობას წევს ხოლმე მოტყუებული ადამიანი იმაში რომ სიმართლის მხარეს აღიაროს ის არის მაგრამ ამის მიუხედავად ეს უნდა გავაკეთოთ რა ეს არის აკეთებელი მუდმივად და ყოველდღიურ რეჟიმში ხოლო ისინი ვინც არიან დაინტერესებული ასე ვთქვათ
მომხმარებლები უკვე ამ რეჟიმის, ესენი ამ რეჟიმის მსხვერპლები არიან პირველ. მომხმარებლები ვინც არიან ამ რეჟიმის. ისინი უნდა ვამხილოთ დაუღალავად, მუდმივად, რომ მათ ჰქონდეთ სოციალური დისკომფორტი. და სოციალური დისკომფორტი მარტო გინება არ არის რა. და რავი, სადამდე მივა ეს ხელისუფლება, ოკეი რა. ცოტა ესეთ ამ რეჟიმზე რასაც აგვიკრძალავენ, სადმე რომ დავინახავ. უკარნახობ. დაშვების დონეზე ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, რომ წარმოვიდგინოთ, აი რა ხასიათზე უნდა იყოს ახლა პაპუაშვილი და ბოჟაძე, არ ვიცი რა სამსახური გაუწია რეჟიმმა მათ, ანუ ის რაც ეწერა ვახოს სტატუსში ხალხო ეს არ დაუძახოთო, ხომ გამყარდა და რაღაცნაირად მიება მათ გვარებს, ჩაბეტონდა, ხო? როგორ თქვა, იმას რა ქვია? ესენი ხო არც მაგაცე ზრუნავენ თავის ხალხსაც ხო არ ზრუნავს სვაიხ ნიბრასაემ როგორი ტრუხა ლოზუნგიცა აქვთ იმ რუსულ არმიას ზუსტად ისევე ამათვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს თავისიანი როგორ ექცევიან ერთმანეთს მართლა თანამდებობის დაკარგვის შემდეგ დააკვირდით როგორი სიამოვნებით იჭერენ და აპატიმრებენ ბოდიში ამ სიტყვაზე პაჭკა თავისივე ყოფილ მეგობრებს და თანამებრძოლებს და თანაგუნდელებს ეს ნება აქვთ ამათ რომ არავის არ დაინდობენ არც თავისიანს და არც ხვისიანს და ამიტომ ეს უნდა იცოდენ ყველამ ვინც ახლა თავისიანება თვლით თავს თქვენ განსაკუთრებით ეს პასი აქვს რა ეს პასი აქვს კი გაიმეტეს ამ შემთხვევაში იმისთვის იმ ტალღისთვის რაც ამას მოყვებოდა იმისთვის რომ სამუდამოდ დაიგუგლონ აი გარჩებოდა ერთ ხუმრობად რომელიც დაწერა ვახომ ამ თემაზე რომ არ უწოდოთო გარჩებოდა ერთ ხუმრობად ეს ამბავი და იქნებოდა და ეგა და ახლა ცხადია რომ ბევრად დიდი ეკო და რეზონანსი მიეცა მე არ მინდა ახლა ამაზე გავაკეთო აქცენტი მართლა მათ პერსონალურად მათ იმაზე ხო არ არის ეს ამბავი სულ სხვა რამეზეა ზუსტად ესევე გაიმეტა კი როგორც ვახო ჩასვეს ზუსტად ესე გაიმეტა იმიტომ რომ აი ეს პრეცედენტი ჭირდებოდა რომელიღაც ჩვენიანი შეურაცხყოფისთვის იქ უნდა დაისაჯოს გამოჩენილი ისა რა ქვია იმათია და აი ესე არის ახლა და რავი შალვა პაპუაშვილის განცდებზე ყველაზე ნაკლებად მეთითრება ახლა მაგრამ არ მგონია რომ ისიც ბედნია რა უძნობდეს თავს სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ რეალობა მართლა ესეთი არის რა